მე ორი მოპარული ტელეფონი მე ორი მოპარული ტელეფონი გრძელდება ყველაზე მარიაჯი ბიბინი ბიბინოლოგებო მინეთრამეთში ზოგი როლიკებით მარიაჯო ზოგი ულამაზესი ტიტველი ფეხებით ტიტველი ფეხებით ნუ შემეხებ და რა თქმა უნდა ბინის პროდიუსერი მარიაჯობს ბინის სტუმრებით რა თქმა უნდა დღეს ესეთი გამოწვეული სტუმარი გვეყოლება რომელიც უკვე მოვიდა ქალბატონებო და ბატონებო ჩვენი სტუმარია კოკა ყანდიაშვილი გამარჯობა კეთილი ყოფილი გამარჯობა პროგრამით მოვიდი ჩამოვიქრო როგორ ბრძანდებით? მაგრად, როგორ ხართ? კარგად, მადლობა. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ ბიბინაში. ინი გვინდა რომ გაგაცნოთ აუცილებლად. მინდა რომ გამოცნოთ. ერთ-ერთი სიამაყე ჩვენი გამედნიერება. მე თუ ახლა სასიამოვნოა ჩემთვისაც. გიგონა ბარიშტარო. ეხა ისეთ თემა გვაქვს მარიაჟობა გადაცემის და ეხა ინტრო არ ვიმარიაჟოთ. ეს ელექტროგვაზოკი მაგიტო გაქვს? რო სტუმრებითაც ვიმარიაჟოთ. მოგეთ დღეს თემა გვაქვს მარიაჟობა და გვაინტერესებს 90-იან წლებში. ამოდენიმე რაღაცები ვთქვით 90-იან წლებში თემარიაჟი მაგალითად სნიკერსი გაქვს ნაჭამი და თავზე დამსუნე შამპუნი დავიგანე. კი, მართალი იყო. ალკოჰოლოთ პატარაა და კიდევ ერთი იყო რამე ხო გახსენდება თქვენს იარაღით კი იარაღით მარიაჟობა იყო ძალიან მაგარი ინსპექტორებით და რეიბანებით მასტერად დღემდე მარიაჟობს ანუ კიდევ ერთი აუცილებლად რაც უნდა თქვა რომ მარიაჟობა იყო თქვენთან ზარი ზოგადად რა ყოფილი ვარ მომწვევა აი შევსვლა ოჯახში და წეღან ჩემი მეზობელი კოკასთან დარეკა აი ელაპარაკა ანუ ემარიაჟებოდა თუ დანიიდან რეკავდა ამ თემას თუ არ შეიძლება აბა ისე ხო არ დარეკავთ ხო პეიჯერი იყო ძალიან მოდაში და პეიჯერზე მელოდია მე შემიძლია ვიმარიაჟო ეხლა მაგ თვალსაჩინო იმიტომ რომ პეიჯერები რო შემოვიდა Motorola-ს პირველი მობილური ტელეფონები $5000 ღირდა. Motorola რო და ამიტომ პეიჯერ არ ვიკადრე და პირდაპირ Motorola-ს აი ამ ხელა მოვიდა. და ჩანთიანი მობილურებიც იყო ეს დიპლომატის ხელა ეს ჩანთიანი ის 2500 ღირდა. ნუ ჩარტას გახსნი კი მანქანაში გაიტო ის მანქანის ანუ თან ლაპარაკობ თან შემოდით მოხდა. და რა ხდება? პირველ ახსნა რომელიც გადა. საკმაოდ ეპოქალური გადაცემა. ეპოქალური მახსოვს და ანუ მე ესეთი რაღაცა როგორ მოხდა ამ სახელის მოფიქრება ჩემი იდეა მაქვს. რა თქვენ უბრალოდ მოდიოდით ესე კოსტავას ჩამოიარეთ, შეხედეთ პირველ ახსნა რა ხდება? დაახლოებით ესე იყო. აქ რა ხდება? ეგა ბოლოს დაახლოებით ესე იყო. ბევრმა ჩამოვიარეთ. ხო და აქეთ ანუ მარჯვნივ რო გამოვიხედეთ აქ რა ხდება ეს და დაგვიძახეს როგორც კი ვთქვით რა ხდება ეგრევე დაგვიძახეს ყველა და მე გამოვიდა ეს გადაცემა ესე იყო ანუ თუ რა ხდება როცა ისმის კითხვა ანუ რაღაცა ხდება უბრალოდ რა ხდება ხო ანუ თავისთავად გულისხმობ შეკითხვა რომ რაღაცა ხდება და ეხლა არის ახალი კითხვა რომ თუ ხდება სად ხდება თუ არ ხდება რატო არ ხდება ზოგადად პირველ არხზე ეგეთი კითხვები გვაქვს ხოლმე და ჩვენ გვაქვს იდეა რომ პირველი არხის მაგივრად აშენდეს დიდი თონე აი და ამ ბევრი თონებია აქეთზე თონე აი და თავისუფალი რადიო შემოიტანს თავის ჩებურეკებს აუ რაღაცა საერთო პროექტი ნო ჩებურეკი კარგია და ეს მედიის კონსოლიდაციაც მოხდება პრინციპში იმიტომ რომ პულს ხო ყველა ჭამს რა თქმა უნდა მედია და ყველა ტელევიზიას ერთ თონეს თავის თონეს ჩადგავს იქ რა ის კონკურენცია წავა ამ დარგში ის უფრო მაგარი თონია არანჯისფერი თონე იქნება იქ ანუ კოსტავაზე თონე მაინც სხვას ვერავის ვერ ექნება ისე რომ სხვაშორის ერთ დროს იყო ამ შენობაში საუნა საუნა აი გნელოთ 90-იანებში
წყალი არსად არ მოდიოდა და დენი არავის არ ქონდა და ამიტომ ყველა საბანაოდ მოდიოდა აქ, იმიტომ რომ შუქი სულ იყო, ტელევიზია და წყალიც სულ იყო. ამიტომ ანუ ეს საუნა შეიძლება შუქის აღარ იყოს თონე როცა იქნება. შეიძლება ბოხი. საუნა ეს ჩინელების გაგებით თუ ანუ ნამდვილების გაგებით. ნამდვილი საუნა. თუმცა არ ვიცი. იმ დროს არაფერი იყო გამოაცხადა. ვერავინ გეცვალა საუნა იყო ნახდათ. ეს არა. თქვენ ბევრს მოგზაურობთ როგორც ვიცი. კი, ბევრს. იყვართ მოგზაურობა ძალიან. ძალიან. მეც. დაი. და უცნაური ხوار მოხდარა. მაგალითად თუ მოხდარა კიდე რა თქვენ თუ დაგირეკიათ ვინმესთვის რომ აი გამარჯობა კოკა ვარპანდიაშვილი დანიდან გირეკავთ. რა გამარჯობა დანიდან გირეკავთ. არა, ეს არ მithქვამს. კუბაში ვარ და საინტერესო. რაღაც ისეთნაირად მოხდა, რომ ბევრი გოგოები ძალიან წავედით სანაპიროზე. გლამაზი სანაპირო, მემარიაშება. კარგი გოგოები და ძმაკაცების სახელი დავაწერინე მხატვარს ქართულ ენაზე და ყველა გოგოს ეჭირა თითო ძმაკაცის სახელი. ვიღებ ფოტოს. რომ აი გელოდებიან გოგოები ბიჭებო გელოდებიაში. მოვიდა პოლიცია. და მითხრეს რომ თქვენ სულ ყველა უნდა დაგიჭიროთ ახლა აი ყველა გოგო და შენო რა დავაშავეთ. თქვენო ეწევითო კუბის დისკრედიტაციას. რატო თქო? იმიტომ რომ თქვენ მამას პორნო ამბავში იყენებთო. არა, ძმაკაცების სახელები წე. არა, აქ რაღაც სხვა წერია ქართულად. ფუნკიცე ხარ. და მოძებნეს ქართველი ქალი. კუბაში, პოლიციაში 1-2 საათი დაკითხვაზე ვიყავით მე და დაახლოებით 10 გოგო. და ამ ქალბატონმა დაადასტურა რომ ნამდვილად აქ წერია სხვადასხვა სახელები და მეტი არაფერი არ წერია და ასე ვთქვათ გადავჭით კუბაში მეც და გოგოები. არა და როგორია ხა კუბაში ციხეში არავის არ უნდა ალბათ. ერთი სული მაგრამ რომ იხუძებ ხა ნეტა კუბაში ვიყავდე კაციან კამერაში. კუბაში არაფერზე არ იჭერენ უცხოელს. ხო? თუ ეს არ არის კუბის კუბის რაღაც აშინარებას თუ არ უკეთებ, თუ არ ხარ აგენტი. არაფერზე უცხოელს არ იჭერენ, ყველაფერზე გაჯარიმებენ. ანუ უფრო მაღალი სიჩქარე წახვედი 10-ით გაჯარიმებენ $200. პრობლემა არ არის. არანაირი პრობლემა და მაყოფილი. კუბაში კარგი პონტები, აი სულ კარგ ხასიათზე ხარ, ვილიქტკივა კარგ ხასიათზე ხარ, დაგირეკეს და გითხესო დაიწყო ომი კარგ ხასიათზე ხარ, გითხრეს რომ ყველა ვარიანტი ხარ, კარგ დილით ღამე კარგია კუბაში უნდა გიხსოვს დაუნთროლ ჩაწერა. ეხლა რა საქმიანობთ რომ ეხლა მაქვს ჩემი სტუდია, ვაკეთებ სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებს, სხვადასხვა არხებისთვის, მათ შორის შეიძლება თქვენი არხისთვის და კიდევ ერთობი პოლიტიკით, პოლიტიკოსებით, Facebook-ით, სოციალური ქსებებით. ეს არის. არის გადავიდეთ თამაშზე ხა, საკმაოდ საინტერესო თამაში. ჩვენ ფორმატის ნაწილია რა, ყველა სტუმართან აუცილებლად თამაშობთ თამაშს და თქვენ ძალიან საინტერესო თამაში მოგიმზადეთ. თამაში ქვია სიბრძნე სიცრუისა ესეთი თამაში. საინტერესო თამაში და გადავიდეთ პირდაპირ თამაშზე მოკლედ. 3, 2, 1 სიბრძნე სიცრუისა ბინეთო. გადავიდეთ. ალბათონებო და ბატონებო, დაიძაბა სიტუაცია ბინეთონში, იმიტომ რომ ჩვენ თამაშობთ თამაშს სიბრძნე სიცრუისა. მეტყოლებს ხელებით. ლევანიკა გოგორელიანი, კოკა ყანდიაშვილის წინააღმდეგ. ძალიან დიდი ხანია ეს თამაში არ მომიგია თან. დათხრათ დავიწყოთ თამაში. ვინდა იწყოთ თამაში, მოდი. რა თქმა უნდა, სტუმარს დავუთმოთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი. პირველი დავიწყოთ. პირველი დავიწყოთ. წავედი, დაქტოვებთ. საქმე ის არის, რომ ჩემ წინ არის დედამიწა, ზოლებიანი, რომელსაც ზედმიწევნით ატყვია ადამიანის ხელი. ამ ხელში არის იარაღი, რომელიც არის ტრადიციული, ნაციონალური, ფოლკლორული და ბასრი და ისვრის. მოკლედ საინტერესო იქნება მართლა რო იყოს ეს აი ყველაფერი. აი, ჯერა. მართლა?
მართლა არის? დეტამიცა ის ეგ არის. ეგ ეს არის. არის და ესეც არის ნაციონალური და ნამდვილად ეგ არის. ასე. ანუ ეხლა როგორ ჩაითვალა? მოიგო, გამოიცნო? რა, მე მგონია არ ჩაითვალა, იმიტომ რომ ეს დედამიწა არ არის რა, იმიტომ რომ ეს არის ბურთი. დედამიწა არ არის ბურთი. ბურთის ფორმა. ფეხბურთის ბურთია და ანუ არ ჩაითვალა ფაქოს მომდენა ამოცანა. რა ვიცი, მე როგორც რეფერი თამაშის როგორც თამაშის რეფერი ესე შევაფასებდი რა. პრინციპში მე არ ვეთანხმები, მაგრამ მაწყობს. აი წადი. ანუ ვაგებ, ესე გამოვიდა რომ მე ვაგებ. ესე გამოვიდა. აი წადი არ მჭირდები, შენ მე თვითონ ავიღებ რომელიც მინდა ის. ჩემს ყუთში არის სურათი ფეხბურთელის, რომელმაც დანიას გაუტანა რამოდენიმე გოლი, დანიის ჩემპიონატში თამაშობდა და თან მიიღო საუკეთესო წოდება ფეხბურთელისთვის, როგორც არის ყველაზე სიმპათიური ფეხბურთელი მსოფლიოში. ამჯერად. აი ჯერათ. არა. აი მეორე ვერსია მაქვს. მეორე ვერსია მაქვს ესეთი, რომ ჩემს წინ არის ტორტი, რომელსაც არის თქვენი სურათი. ანუ პირველში უკვე მოვიგე. კი, მოგებული ხართ. ახლა ის თამაშგარე რა, ის გავერთოთ ისე. ეს საინტერესო ნივთი არის დარჩენილი იქ ყუთში და არა, მან კი მე კიდე შემდეგ უბრალოდ თქვენ რო თქვათ ეხა რომ ანუ სპეციალურად რო წააგოთ ერთ-ერთი იქნება ანგარიში და ტორტის მჯერა. ტორტის გჯერა. ორივე მოიგო მათ. ოღონდ ეს არის ტორტი. თქვენი სურათი. ნამდვილად. აი ეს მოყოლა. ეს ნუ კუდრებს რო უკეთებენ ხოლმე. მართლა ტორტია. მართლა ტორტი. მე ვარ. ხო. თამაშობთ მაინც 3-მდე ახლა, იმიტომ რომ 3-0 სუხოია. 4 იყოს. 4 წინა ერთიანი, ახლა 4-იანი გასაგებია. ვაა. ისეთია, ხო? ცუდი ამბავი უნდა გითხრა. ჩემ წინ დევს ცუდი ამბავი 3. აჰა. დაკავშირებულია ტელევიზია 2-თან. აჰა. ერთ ოვალურ თეფშზე, იაფასიან პრესასთან და მზესუმზირასთან. ჯერა. ჯერა. ნამდვილად არის მანდ ეს ყო თეთრი თეფში. მოიგე. აი, ყობა. ცუდი ამბავი 3. რუსავი 2-ზე. რუსავი 2-ზე. ყველაფერი ნახდი გითხარი. ცუდი ამბავი 3. მოკლედ გამოვიდა რომ მოვიგე რა. გამოვიდა რომ 2-1 წააგე. გამოვიდა რომ 2-1 წავაგე, მაგრამ ჩემ თვალში მოგებული ვარ. მეც ესეც ვიტყოდ, რომ მე ხო არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა და ანუ თემა მოიგო. და ეხლა აი რომ მოვიგეთ რა. თქვენ ხართ გამარჯვებული და რა თქმა უნდა გადმოგეცემოთ საჩუქრები ამისთვის. ოპა. აი ჩვენგან სპეციალურად თქვენ სამახსოვროთ ესეც. რატომ? განდიდი მადლობა ჩვენ გააცნეს რა წავიდა. ქელეხზო რომ მოაქვს. ვინო ტორტი. პატინაცები ვარ. ელამდე ვარ პატივისცემაში. აი დიდი მადლობა. ვიცი წარმატებებს გისურვებ. მეც წარმატებებს გისურვებ. გაიხარეთ. შეგვიძლია ერთად დავამშვიდობოთ მაყურებელს. კი. და დიდი მადლობა ჩვენს ნომერებს გადავდით. უმასი მადლობა. გაცხოვნა წარმატებებს გისურვებ. ეს რა თქმა უნდა. ანუ სპეციალურად შევხვდით. მოკლედ ერთად შეგვიძლია მაყურებელს დავამშვიდობოთ. კარგად გწოდებოდეთ. აი